ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აკვართ. დობის კვალმოგესალმებით, მე ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აკვართ. პირველი საერთაშორისო კონგრესი ყრუ-სინათლების შესახებ საქართველოში ხედავდა მესმის შეხებით. კონგრესის მიზანზე, არსებულ გამოწვევებზე, გამოცდილებაზე და საუკეთესო პრაქტიკაზე ისაუბრებს ჩვენი სტუმარი საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, უპირველეს ყოვლისა მოგიკითხავთ, როგორ გრძნობ თავს? კარგად, ყველაფერი კარგად ძალიან კარგი, გისურვებ წარმატებებს და ჯანმრთელობას. მე დავაანონსე, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ეს გახლავთ პირველი საერთაშორისო კონგრესი, ხედავდა მესმის შეხებით და გაიმართა საქართველოში პირველად და უპირველეს ყოვლისა მინდა ამ პროექტის კონგრესის მიზანზე, ანუ რატომ გაიმართა, ანუ რა იყო ამის წინაპირობა და შემდეგ უკვე დეტალებზეც რასაკვირველია ვისაუბრებთ. გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები რადიო მსმენელებს, მართლაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, ქვეყნისთვის. ეს იყო საერთაშორისო კონგრესი, რომელიც გაიმართა 5-დან 7 დეკემბრამდე. მიზანი საერთაშორისო კონგრესის გახდათ საინტერესო გამოცდილება სხვადასხვა პერსპექტივებიდან, საუკეთესო პრაქტიკები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნები, ესენი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, ინდოეთი, ბულგარეთი, მაკედონია, ჩეხეთი, უნგრეთი და რა თქმა უნდა საქართველო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები, ყრუ-სინათლეები იყვნენ ჩართულები როგორც სპეციალისტები, რაც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის, სადაც ეხლა ინერგება სწორედ საქართველოში ყრუ-სინათლეთა სისტემების ჩამოყალიბება და სერვისების დაფუძნება, ინტეგრაცია, ამისათვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ვინც ამ თემებზე ვმუშაობთ. საქართველოში მოგეხსენებათ არის 4 კლუბი ჩამოყალიბებული ყრუ-სინათლეთა პირებისათვის, მათი ასე ვთქვათ, საჭიროების კვლევებისთვის და მათი მომსახურეობისთვის. გაზიარდა საერთაშორისო გამოცდილება, ხო, ქალბატონო მაია და საუკეთესო პრაქტიკები და საერთაშორისო კონგრესი გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის პატრონაჟით და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია პოლონური მხარის ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება. აი კონკრეტულად ამაზეც რომ ვისაუბროთ, ხო? კი ბატონო. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ამ პროექტს გვერდში უდგას დაწყებიდან 2018 წლიდან. მისი მხარდაჭერა ყოველთვის გვჭირდება და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული ეს პრობლემა არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე საერთაშორისო კონგრესსაც ასეთი მხარდაჭერილი იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რაც მთავარია ჰუმანდოკი ორგანიზაცია, რომელიც მთელს ამერიკაში ახორციელებს ძალიან საინტერესო პროექტს. ჩვენი პროექტი გახლავთ საქართველოში, ეს არის ყრუ-სინათლეთა პირების დახმარება, მათი მხარდაჭერა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო COVID სიტუაციებთან დაკავშირებული მათი მხარდაჭერა. ეს გახლავთ დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებებიდან, ასევე და სემინარებით, მათი მხარდაჭერა და ოჯახების მხარდაჭერა და დამხმარე საშუალებებით, ასევე უზრუნველყოფა და რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, რომელმაც სამწუხაროდ ონლაინ რეჟიმში მოგვიხდა, ასე ვთქვათ, აი ამ კონგრესის ჩატარება, ეს გახლავთ თავარი გამოწვევა ჩვენთვის და წარმატებით გავართვით თავი, ასე ვთქვათ, აი ამ გამოწვევას და ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სპეციალისტები, სხვადასხვა გამოცდილება ჩაიწერა წინასწარ, რომ რაიმე ტექნიკური პრობლემა არ ქონოდა ამ შემთხვევაში ამ ჩართვებს და დარჩა საქართველოში ის გამოცდილება, რომელიც იქნება ჩვენი სახელმძღვანელო მომავალი ჩვენი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის პერიოდში. გადამზადდა ასევე ძალიან 100-მდე პირი ყრუ-სინათლეთა დახმარების კონტექსტში და გრძელდება ასევე და ასევე მინდა მოგახსენოთ ისიც, რომ სწორედ 16 დეკემბერს მოეწერა ხელი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყრუ-სინათლეთა კავშირის მიერ
ხელშეკრულებას, სადაც მხარდაჭერა აღუთქვა ყრუსინათლოთა პირებს, სხვადასხვა სერვისებს ის მომსახურებაში. დიახ, პოლონური გამოცდილების გაზიარებით ინტენსიური სასწავლო კურსის შედეგად მომზადდა ყრუსინათლო პირთა 15 თარჯიმან მეგზური, ხო? და ამასაც მინდა რომ ისაუბრო. კი ბატონო, ყრუსინათლოთა სისტემისთვის და საქართველოში აი ამ სერვისების დანერგვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადამიანური რესურსი, რომელსაც მუდმივად აქვს ასე ვთქვათ შეხება ასეთ ადამიანებთან. ესენი იყვნენ სოციალური მუშაკები, რომელიც მუდმივად კონტაქტობენ ბენეფიციარებთან და რაიონში მცხოვრები ასეთი ადამიანებთან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის ცნობიერების ამაღლება, თუ რა მიდგომებია მათთვის საჭირო და მე არ შემიძლია არ ვთქვა ასე ვთქვათ ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც აი ამ სემინარს უძღოდა წინ. ეს არის ჩვენ ყავს როგორც ყრუების მენადაქვეითებულები, ასევე უსუნათლო პირები. მათთვის აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია და რაც ჩვენ აი ამ საერთაშორისო კონფერენციის სლოგანში გამოიხატებოდა, ეს არის ხედავდა მესმის შეხებით. ესე იგი ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები ამ ადამიანებთან, აბსოლუტურად სხვა სერვისები და რა იგულისხმება ამ განსხვავებულ მიდგომებსა და სხვა სერვისებში? განსხვავებული მიდგომები არის ის, რომ როდესაც სმენის პრობლემა გვაქვს, კომუნიკაციის მეთოდებზეა ყურადღება გამახვილებული, უსინათლოების შემთხვევაში ასევე არის გადაადგილების პრობლემა, მაგრამ როდესაც ყრუუსინათლოების შემთხვევებში, როდესაც სხვადასხვა კატეგორიებია, სხვადასხვა ხარისხებია სმენის და ასევე მხედველობის, მათ ჭირდებათ განსაკუთრებული ჯგუფია და განსაკუთრებული სერვისები. ეს არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და თარჯიმან მეგზურების მხარდაჭერა, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ იზოლაციაში. ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობის პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი აღმოვაჩინეთ და დავარეგისტრირეთ კლუბებში, რომლებიც არიან სახლში ჩაკეტილები და ყველაზე ასე ვთქვათ ადაპტირება ძალიან ურთულდებათ ადამიანებს, რომლებიც მცირე ასაკში დაკარგეს სმენა და ასევე მხედველობა. აქ უნდა შევქმნათ მათთვის მორგებული სერვისები. ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცეში, ეს იქნება საჯარო დაწესებულებებში, რომ მათმა გადაწყვიტონ თავად თუ რა საჭიროებენ ისინი თავად და როგორია მათი უნდა გავაძლიეროთ მათი მიმართვიანობა სახელმწიფო დაწესებულებებში და ჩართულობა. ახლა საჭიროებები ახსენით. დიახ, ქალბატონო მაედაი, ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება დღეს ამ ადამიანებისთვის რას წარმოადგენს? როგორც ყველასთვის პრობლემა, რომელიც არის, ეს არის სოციალური პრობლემები. აქვთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ის, რომ ოჯახის წევრები, რომლებიც ოჯახის წევრებთან ცხოვრობენ, მათი გადამზადება და მომზადება და სწორედ ამ კონფერენციებზე იყო ერთ-ერთი თემა, ესე იყო ყრუუსინათლოთა პირი, როგორც ოჯახის წევრი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ოჯახის წევრებმა? იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ჩართულები და ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, ყველა სფეროში მონაწილეობდნენ თავიანთი პირადი კეთილდღეობისთვის. მათი დღეები, რომელიც არის ძალიან დათრგუნული ამ შეზღუდვების გამო, მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა ისე, რომ მათ შეეძლოთ გადაადგილება შეეძლოთ უსაფრთხოდ. ეს არის ძირითადი თარჯიმან მეგზურების ამოცანა და მათი მიზანი, რომ მოხდეს ამ ადამიანების სახლებიდან გამოყვანა, რაც შეიძლება უსაფრთხოდ და მათი გადაადგილება და გარემო შეხვედრების მაგალითად მოეწყოს ისეთ გარემოში, სადაც ადვილად მოახდენენ ადაპტირებას და შექმნიან, ასე ვთქვათ, იმ მნიშვნელოვან გარემოს, რომელზეც საზოგადოება დაინახავს როგორც სრულუფლებიანი წევრები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ასევე კომუნიკაციის მეთოდებზეა გამახვილებული ყურადღება, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ჟესტური ენა იყოს ჩართული ამ შემთხვევაში, თუ კი რა თქმა უნდა მისი საჭიროების კვლევის დროს დადგინდა, რომ ის ფობს
ჟესტურ ენას, თუ კი არ ფლობს არ ჟესტურ ენას და ეს არის ტოტალური ყრუსინათლების შემთხვევაში, რომელიც არის ძალიან მძიმე კატეგორია, მაგრამ საბედნიეროდ ასეთი ძალიან ცოტა მთელს მსოფლიოში, უფრო მეტად არის სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ასაკში შეზღუდვები და აი ამ შემთხვევაში კომუნიკაციის მეთოდების შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სულფას უნდა ჩაერთოს ნებისმიერ კონტაქტში, ნებისმიერ ადამიანთან. ეს იქნება საჯარო დაწესებულებები, კერძო თუ სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ძალიან ხშირად უხდებათ ამ ადამიანებს გადაადგილება. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თვალისწინოს მათთვის სპეციფიური დამხმარე საშუალებები. ეს არის ტექნიკური საშუალებები, ეს არის ჯოხები, სათვალეები, სმენის გამაძლიერებელი სისტემები, რომლითაც მუდმივად უხდებათ მათ ინფორმაციის მიწოდება. ეს დამხმარე საშუალებები მოთხოვნის მიხედვით ეს იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიც არის სკოლა, თუნდაც ბაღი და უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებელი. თქვენ საუბრისას რეგიონი ახსენეთ და რეგიონში რა მდგომარეობაა პირველ ყოვლისა ცნობიერების კუთხით? დიახ, ჩვენ ვცდილობთ აი ამ კლუბების საშუალებით და მათი ლიდერების ჩართულობით ცნობიერების ამაღლება მოხდეს ყველა საზოგადოების ნაწილში, ყველა ადამიანში, ოჯახის წევრებს ძალიან მნიშვნელოვანია თავშივე აღნიშნე და ასევე მუნიციპალიტეტებში და ძალიან კარგად თანამშრომლობთ რეგიონალური კლუბი აი ამ ცნობიერების ამაღლების საკითხებში. კარგით, ახლა რეკლამის დროა, სტუმართან ერთად რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. დარჩით ჩვენთან. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. ღიერთში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ. პირველი საერთაშორისო კონგრესი ყრუსინათლოების შესახებ საქართველოში ვხედავდა მესმის შეხებით. ამ თემაზე გვესაუბრება ჩვენი სტუმარი, საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე. ქალბატონო მაია, გადაცემის პირველ ნაწილში თქვენ უკვე, ასე ვთქვათ, სუყეთ ისაუბრეთ ამ კონგრესის მიზანზე და საინტერესო თემაზე შევჩერდით, ხო? მნიშვნელოვანია თუნდაც რეგიონებში ამ ადამიანების მდგომარეობა, რა ვითარებაში იმყოფებიან. ანუ მსგავსი პროექტების და კონგრესების უპირველესი მიზანი რასაკვირველია არის ცნობიერების ამაღლება. ხო, აქედან იწყება ყველაფერი და შემდეგ უკვე დეტალიზაცია ყველა მიმართულების, ყველა საჭიროების და რეგიონში ისევ და ისევ მოდი ჩვენ მსმენელს და მაყურებელს უთხრათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა რა ვითარებაა და შემდეგ უკვე მინდა ვისაუბროთ საქართველოს ყრუსინათლო პირთა კავშირზე, რომელიც პროექტის ფარგლებში დაფუძნდა. გისმენთ? დიახ, მივესალმები კიდევ ერთ მაყურებელს, ვინც გვიან შემოგვიერთდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც არსებობდეს ადგილი, სადაც შეეძლებათ ამ ადამიანებს მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია, მიიღონ კვალიფიციური დახმარება, გადამზადებული სპეციალისტები, რომლებიც არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ასევე პედაგოგები, რომლისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და რაც ჩვენთვის, საქართველოს ყრუსინათლოთა კავშირისთვის და იმ გუნდისთვის, რომელიც ამ თემებზე მუშაობს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პირველ ყოვლისა ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარეგისტრირდეს ჩვენს კლუბებში და მიიღონ შესაბამისი დახმარება. როგორ დარეგისტრირდნენ, ესეც უთხრათ? დიახ, საქართველოს ყრუთა კავშირს და დაუკავშირდნენ ყრუთა კავშირს, ყრუსინათლოთა კავშირს, არსებობს სოციალური პლატფორმა, ესეთი ჰუმანდოგის კლუბები, სადაც შეუძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვა და ნებისმიერი საჭიროებაზე დაგვიკავშირდნენ და ჩვენ გავუწევთ მაქსიმალურად დახმარებას. მე მინდა კონკრეტულად ვთქვა, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამ ეტაპზე და რა გაკეთდა შევეხები თქვენი ნებართვით. კი ბატონო. იგი ადამიანები, რომლებიც იყვნენ დარეგისტრირებული ყრუთა კავშირში, აღმოჩნდა აი სწორედ ამ პროექტის ფარგლებით შემდგომ აღმოჩნდა მათ ჭირდებოდათ სამედიცინო დახმარება, ქირურგიული ოპერაცია მაგალითად თვალის და ასევე სტატუსის შეცვლა.
აი ეს არის ყველაზე საუკეთესო, ასე ვთქვათ, საჭიროება ამ შემთხვევაში და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამების მხრიდან. ამ ადამიანების ადაპტაცია უნდა მოხდეს სწორედ იმ სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც დღეს აქვს ჩვენს ბიუჯეტს, ამის სახსრები მწირია, მაგრამ ამ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს და არსებობდეს. და რას ვგულისხმობ? მაგალითად, კომუნიკაციის მეთოდი, როგორიც არის ჟესტური ენა და ჟესტური ენის თარჯიმნები, ძალიან მნიშვნელოვანია უკვე გადამზადებული სპეციალისტები გამოიყოს ასევე ცალკე კომპონენტად და ეს იქნება ყრუ-სინათლო პირთა თარჯიმან მეგზურების კომპონენტი, რომელიც შეძლებენ სწორედ ამ ადამიანებისთვის მიზნობრივი და აუცილებელი საჭირო დახმარების აღმოჩენას. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას, ნებისმიერი იმ აქტივობაში თუ პროგრამაში ჩართვას, რასაც მუნიციპალიტეტები ახორციელებენ, ამ კლუბების მეშვეობით. კომუნიკაცია კლუბებმა უნდა დაამყარონ აუცილებლად ადგილობრივ მთავრობებთან, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გათვალისწინებული იყოს თითეული ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროება, რომელსაც სწორედ გადამზადებული სპეციალისტები მაღალი კვალიფიკაციით შეასრულებენ და მაღალი კვალიფიკაციის მიხედვით დაუდებენ რეკომენდაციებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია პროექტები არსებობს ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენი მიზანია ყრუ-სინათლოთა კავშირის, საქართველოს ყრუთა კავშირის და ამ საქართველოს ყრუთა კავშირის ბაზაზე არსებული ამ კლუბების მიზანი გახლავთ, რომ ამ ადამიანებს აღმოუჩინოთ დახმარება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი უფლებების დასაცავად. ყველას აქვს უფლება ამ ქვეყანაში იცხოვროს ღირსეულად. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვეცდებით რომ აი ეს მაღალი კლასის და მაღალი სტანდარტების მომსახურება გადავცეთ ამ ადამიანებს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება და საჭიროებებზე და სოციალურ მოდელზე დაფუძნებული. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ აი ამ კლუბების საშუალებით მოვახერხებთ სოციალურ მოდელზე გადასვლას. იმაზე ადრე, ვიდრე სახელმწიფო მოახერხებს ამ ადამიანებისათვის და ვეცდებით ყველა აქტივობაში იყოს ჩართულები იყვნენ და მოხდეს ამ ადამიანებთან კომუნიკაცია. კომუნიკაციის დარღვევა და იზოლაცია ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დისკრიმინაცია და უფლებების დარღვევა ამ ადამიანებთან. აი ჩაგეკითხებით უკაცრავად, ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ის მართლაც ასეა, თუმცა ახლა მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ყრუ-სინათლო ადამიანი ჩვენ გვისმენს, ასაკოვანი ადამიანები, სხვა ჩვენს ისინი ძალიან ხშირად მიკავშირდებიან. თუნდაც ადამიანებს, რომლებთაც ცოტა არ აქვთ ინტერნეტ სივრცესთან, თუმცა აი ხა თქვენი საუბრიდან გამომდინარე კონკრეტულად ამ პროექტზე და კონკრეტზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი რამის გაკეთება უკვე არის შესაძლებელი, თუმცა მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. აი რას ეტყვით ამ ადამიანებს, რომელთაც მივიორებ ინტერნეტთან ცოტა არ აქვთ, როგორ დაგიკავშირდნენ და თუ არის გაგაჩნიათ თქვენ რაიმე რესურსი ამ ადამიანებს თავად რომ ეკონტაქტოთ. დიახ, ჩვენ პირებს, რომელსაც ასე ვთქვათ, ცდომა არ აქვს და უმრავლეს შემთხვევაში ინტერნეტთან მუშაობის არ გამოცდილება სასაკობრივი ჯგუფს განსაკუთრებულად, ამ შემთხვევაში ჩვენ სატელეფონო მომსახურება გვაქვს COVID, ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა ამ COVID-დამდე ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ბინებზე, ხდებოდა მათთან ურთიერთობა. კლუბებში მოყვანა ხდებოდა მათი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა იმისათვის, რომ გაეცნოთ ერთმანეთთან ემეგობრად, კომუნიკაციის მეთოდები გაგვეცნოთ ჩვენ და მათ მიეცათ საშუალება, რომ ამოერჩიათ ის საკომუნიკაციო მეთოდი, რომლითაც უფრო მათთვის ადვილი იყო და შესაბამისი იყო მათ უნარებთან და შესაძლებლობებთან და ეს იყო არაჩვეულებრივი სერვისი, არაერთი ექსკურსია დაიგეგმა და განხორციელდა. მე ხა გამოვყოფდი ბოლო დროს ზაფხულის პერიოდში აბასთუმანში მოგვეცეთ საშუალება სახელმწიფო პროგრამაში ჩამერთო 7 ადამიანი და მიიღოთ იქ როგორც სამედიცინო ასევე
რეაბილიტაცია, რასაც გულისხმობ ერთად გაგვეშვა ეს ადამიანები და არა პირობებში მიეცათ საშუალება, რომ ეკონტაქტად თუ სამედიცინო თუ სოციალური სერვისები მიიღოთ. ეს იყო 3 კვირა, მინდა გითხრათ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ სახელმწიფოს მხრიდან და რომ ესეთი პროექტები მათთვის იქნებოდა ძალიან და ყველასთვის ალბათ, მაგრამ მათთვის განსაკუთრებულად, იმდენად რამდენად სოციალიზაცია არის ძალიან დაბალი. ქალბატონო მაია, ეხლა ჩვენ ვახსენეთ ადამიანები, რომელთაც ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც ტომა არ აქვთ ინტერნეტ სივრცესთან და თუ შეიძლება მათ უთხარით საკონტაქტო, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი გვისმენს და უნსინათლოთა კავშირი და ასევე მე ჩემ პირად ტელეფონს მოგცემთ ორგანიზაციის, სადაც შეუძლიათ დარეკოდნო ყველა რეგიონის მისამართებს, კლუბების თუ მომსახურებას, საჭიროებას განვიხილავთ სპეციალისტები და ასე ვთქვათ, მისცემთ მათ როგორც სატელეფონო რეკომენდაციებს, ასევე თუ საჭირო იქნება ადგილზე შეგვეძლება მათი მომსახურება. ეს არის 577 45 66-15. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ ჩვენ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუშაობთ, ასე ვთქვათ, თითქმის 24 საათის განმავლობაში და აუცილებლად მოგემსახურებთ და აუცილებლად ყველა იმ საჭიროებას დავაყენებთ სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე და ვეცდებით ერთად ჩვენ და ბენეფიციარმა გადავწყვიტოთ და დავეხმაროთ მისი საჭიროების დაკმაყოფილებას. ბატონო მაია და აუცილებლად მინდა აი ვისარგებლოთ ამ მომენტით და მშობლებს ვისაც პატარები ყავთ დიაღრუსინათლო პატარები მათ რას ეტყოდით ნუ ძალიან ბევრია რომ აი პირველად ხო დაუშვათ აწყდება აი ამ მდგომარეობას და არის მშობლები რომლებიც იბნევიან არიციან რა გააკეთონ აი მათ თქვენი გზავნილი მათ და მი როგორი იქნება მე ყველა მშობელს მიმართავ და ასევე ოჯახის წევრს, როდესაც ასეთი ასაკში გამოვლინდება, ასე ვთქვათ, ეს არის სხვადასხვა ეს არის შაქრიანი დიაბეტი, ვოლფრამის სინდრომი, ასევე აშერის დაავადებები, რომელიც იწვევენ დაბადებიდანაც და მოგვიანებით ასაკში სმენის დაქვეითებას და ასევე მხედველობის ხარისხის დაქვეითებებს. ვთხოვ მშობლებს აუცილებლად დაგვიკავშირდნენ, იმიტომ რომ ავიწყეთ ამ პროგრამით მუშაობა მიუხედავად იმისა, მე მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ორგანიზაციაში მუშაობისა, მე აღმოვაჩინე ძალიან ასული ასეთი შეზღუდვებით ადამიანები და დარეგისტრირდა რომლებიც დღეს ხმარობენ დამხმარე ტექნიკური საშუალებებიდან ხელჯოხს არაჯერ, მაგრამ სათვალეს, რომელიც გარკვეულწილად ეხმარება მათ, მაგრამ აი ასეთი ბავშვები აუცილებელია, მნიშვნელოვანია ჩავთოთ ჩვენ როგორც ბაგაბაღში და ბაგაბაღში ასევე შევქმნით ისეთ სიტუაციას ბაღებში თუ ბავშვები ასე ვთქვათ, ყავთ ასეთი ბაღის დირექტორებს, აუცილებლად მოიწვიონ ეს ჯგუფები და ჩაატარონ პედაგოგებისთვის და აღზრდებისთვის სემინარები, რომელსაც ჩვენ უზრუნველყოფთ ამ სემინარების ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასევე მათთან მიდგომები როგორი იქნება, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ჩვეულებრივ სტანდარტულ პროგრამებში, რასაც გადიან ჩვეულებრივი ბავშვები და მივაწოდოთ სხვა მეთოდებით, მაგრამ აუცილებლად მივაწოდოთ და მივცეთ საშუალება მიიღონ მათ შესაბამისი განათლება, დამერწმუნეთ კომუნიკაციის პრობლემა სრულიად გადაჭრილია და ასევე გეტყვით, რომ არსებობს ანბანი ლორმის, რომელიც შექმნილია სწორედ ამ ადამიანებისთვის, რომ მაქსიმალურად გადავცეთ სრულფასოვანი ინფორმაცია და სრულფასოვნად მოხდეს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. განათლება ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საზოგადოებისთვის, საზოგადოება, რომელიც შემდეგ შეძლებს თავისი უფლებების დაცვას. ბატონო მაია, კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და ისე მინდა კონგრესს დავუბრუნდეთ, ვხედავდა მესმის შეხებით, პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა საქართველოში, ბუნებრივია მსგავსი პროექტები ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე და რა ვადებში ელოდებით შედეგს და სამომავლო გეგმებზეც მოკლედ რომ გვესაუბროთ.
დიახ, საერთაშორისო კონფერენციამ დაგვიტოვა ჩვენ უდიდესი გამოცდილება იმ კითხვებზე, რაც კი ჩვენ აი ამ წლების განმავლობაში გვქონდა დაგროვილი კითხვები და სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი სწორედ კონგრესი, რომელმაც გამოცდილება მათ ქვეყანაში როგორ მოხდა დაწყებული რეგისტრაციიდან დახმარება როგორ გაშდა სერვისები როგორ მოხდა მათი ჩართულობა რა ბარიერები ჰქონდათ იმ ადამიანებს რომლებიც ვერ ერთვებოდნენ ასე ვთქვათ აქტიურად როგორ შეუწყეს ხელი მათ განათლებას, როგორ მოხდა მათი ტექნიკური საშუალებების, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა, როგორ მოახდინეს სახელმწიფოსთან ლობირება აი ამ ჯგუფის და ასე შემდეგ და სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს ძალიან დიდ ძალას იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაინერგება რაც თავარია ხარისხიანი სერვისები ამ ადამიანებისთვის და სწორედ აი ეს ვახსენე დასაწყისში მე რომ ხელი მოეწერა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პროექტს, რომელსაც განახორციელებს ჩვენი გუნდი რუსინათოთა კავშირის მხარდაჭერით ცხადია და ეს იქნება მომსახურება თითეული ბენეფიციარების მიიღებს იმ სერვისს, რაც იქნება მათთვის საჭირო და აუცილებელი. მოგეხსენებათ ძალიან მწირია დაფინანსება და ასევე სპეციალისტები დღეს როგორც თარჯიმან მეგზურები ასევე ჟესტური ენის თარჯმნები ყავს ძალიან ცოტა და ეს იქნება მათთვის სტიმული იმისი რომ ხარდაჭერილი იქნება სწორედ ეს სერვისი ეს იქნება თარჯიმან მეგზურთა მომსახურება და ჟესტური ენის თარჯმანთა მომსახურება ამ ადამიანებისთვის ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმა და მე იმედი მაქვს რომ ასევე შორეული პერსპექტივა არ არის, რომ საუნივერსიტეტო განათლება იქნება ამ სპეციალისტებისათვის, კურსდამთავრებულებისათვის, ამ სფეროში მომუშავე პედაგოგებისათვის, რომ გაიარონ, სავალდებულო იყოს იმ კურსის გავლა, რომელ პროფესიასაც ისინი აირჩევენ და შემდეგ, ასე ვთქვათ, დაიწყებენ მუშაობას, ეს იქნება სკოლა, ეს იქნება ბაკალავრი, თუ ეს იქნება უნივერსიტეტები აუცილებელი იყოს იმ კურსების გავლა, სადაც იქნება როგორც დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. კი ბატონო. დიდი მადლობა, მე გისურვებ წარმატებებს, ჯანმრთელობას. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე, ვისაუბრეთ საერთაშორისო კონგრესზე ხედავდა მესმის შეხებით, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა ყრუსინათლოების შესახებ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.